ამ ბინაში ცნობილი რეჟისორი და კლიპმეიკერი ბასა ფოცხიშვილი ცხოვრობს, რომელიც ბევრი საინტერესო პროექტის ავტორია. ალბათ მისი სახლიც ძალიან საინტერესო და არასტანდარტული იქნება. გამარჯობა. გვაინტერესებს როგორი სახლი გაქვს და ეს მისაღები ხო? ეს არის, ხო, მისაღები, პავილიონიც არის ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან ვიღებ ხოლმე რაღაცებს. საინტერესო საათი გაქვთ? თქვენს პროფესიასთან დაკავშირებული? ხო, სულ ნახატებში ვარ გაზრდილი ბავშვობიდან და ამიტომ პირველი რაც გადამაქვს ხოლმე ერთ სახლიდან მეორეში, იმიტომ რომ ეხა სულ მოძრაობ, სულ ქირაობ და იმაში ვიყავ ერთი დღითაც რომ ვიყო ნებისმიერ სახლში. იმ სახლს ვაწყობ ყოველთვის ისე რომ ჩემი სახლი იყოს და იმიტომ რომ ბავშვებთან რაღაც კომფორტს ვარ მიჩვეული, სასტუმროში ცოტა შევდივარ ხოლმე. იქაც ყოველთვის ვირჩევ ისეთ სასტუმროს, რომ მე მგავდეს რაღაც. ნახატები ხოლმე გაქვთ ხო? ნახატები არა, მაგრამ რაღაც ჩემი ნივთები რომ მაქვს. ეს არის მამა ჩემის ნახატები. ძალიან ორიგინალური. მადლობთ. რომელიც აგრეთვე ყველა სახლში გადამაქვს. ისინიც მამა თქვენის არის? ესეც მამა ჩემის არის აქეთ. ეს არის დათო მიქაბერიძის ნახატი. თუ გახსოვთ თვითმფრინავის ბიჭებში ერთ-ერთი. ეს არის იურა ბერიშვილის, ეს არის გია გუგუშვილის, სუკაი მხატვრები. ეს არის ედგარ პოს სიტყვები, all that we see or see is but a dream within a dream. ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის სიზმარში. ვაზაზეა კიდე ერთი წარწერა და მაინტერესებს რამდენად დეთანხმებით. When I woke up this morning, I realized it was a perfect day to stay in bed and drink champagne. იცით რა, ვინაიდან ვერანაირ ალკოჰოლურ სასმელს ვერ ვსვამ საერთოდ. მაგრამ პირველ ნაწილს ვეთანხმები, იმიტომ რომ ძილი გიყვართ. ძალიან მიყვარს. ეს არის უცნობის რადიო. გიას ჩასი, რომელმაც ეს მოგვცა, არ ქონდა სახლში რადიო. და აქ არის კიდე ტელეფონი ძველი. ეს არის ტელეფონი, რომელიც ჯერჯერობით ვერ დავკიდეთ. ამ ბინაში რამდენი ხანია რაც ხართ? ამ ბინაში ვართ წელი, თუ მეტი აღარ მახსოვს. გაგიჩნდათ რაიმე შეცვლის სურვილი უკვე თუ მოგწოთ? არა, შეცვლის სურვილი სულ მიჩნდება ხოლმე, იმიტომ რომ აი ჩემს სახლშიც კი დედაჩემის და მამაჩემის, რომელშიც თითქოს და არაფერი არ იცვლება, იქაც ყოველწუთას იცვლება, ვთქვათ, ნახატების ექსპოზიცია, რაღაც ნივთის შეგვა აქვს. იმიტომ რომ ეს არის სახლი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც უნდა მუდმივად ვითარდებოდეს, მუდმივად იცვლებოდეს. ეხლა აქ მაგალითად ავაჭრელებდი კიდევ უფრო. არ მიყვარს ერთფეროვანი დალაგებული სახლები. წამოთ ეხლა გაგიყვანთ ჩემს ყველაზე რის გამოც ვარ ამ სახლს. ზამთარ ზაფხულ უმეტეს დროს აქ ვატარებ. იმიტომ რომ დილას ყავას რო დალევ, ნუ მე გასაგებია იქ. გარუჯო გიყვართ ხო ძალიან? გასაგებია მე რასაც ვაკეთებ. სუფთა ჰაერი, კარგი ხედი. და კარგი ხედი. იმიტომ რომ ეხა სამწუხაროდ ყველაზე მეტად რაზეც წუხართ ფილისში სულ გაკეთდა, აი ისეთ ძველუბნებშიც კი გაკეთდა შენდება სახლი და აღარ არის ხედი და მედია რომ წინ არ იქნება ახლა მომავალს. სამზარეულოშიც რა შევხვდით? იცით რა, სამზარეულოში დიდ დროს არ ვატარებ, სამზარეულოში დედაჩემი რასაც მატანს იმას აწყელებს. იმას აწყელებ ხოლმე, ან უნდა ამოვიღო. პოსტერზე რო ვისაუბროთ, სანამ სამზარეულოში. ეს არის მარიკა თხელიძის რგოლი იყო, მუსიკალური ვიდეო იყო, რომელიც გახდა ტრიესტე ფილმ ფესტივალის სახე სიგლა, ესე ვთქვათ, 2006 წელს. აბაზანაშიც რა შევახედოთ? ცოტა შეიხედეთ. შავი და წითელი, ძალიან გლამაზი კომბინაცია. ზევითაც ზემოთ გაჩვენ. ზემოთ ჯერჯერობით არ მაქვს ისე გაკეთებული
დათორჩება ხოლმე ჩემთან, ჩემი გიშვილი. იმას ძინავს აქდეს უჩხუბობს, იმიტომ რომ ტახტზე წერს და მე ვარჯიშობ ხოლმე, ემოს ვიყენებ. აქთან არის უბრალოდ ძალიან ლამაზია. თელი სახლი ჩანს ფაქტიურად. ხო.